Galbatonebo da batonebo. Საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. გადაივლიან საუკუნეები. გადაილეწება დრო, მაგრამ შენს დიდებას ვერაფერი დააკლდება მიწაო დიდგორისაო. მეფეო, სახელოვანო დავით. აჰა, მოგიახელნით. ისევ აქ ვდგავართ. ერთად ვდგავართ. დიდგორით. დიდი გული აქვს ქართველს. დიდგორი დიდი იმედიც არის. დიდგორში მაშინ ტანთებულ სანთელს არ ჩაქრობია ჯერ კიდევ ალი დიდგორით. დიდი გული აქვს ქართველს. დიდგორი დიდი იმედიც არის. გილოცავთ დიდგორობას. ალბატონებო და ბატონებო, ხოთ მივესალმოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე. სამშობლოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველთა ერთიანობისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდებისა და გმირობის უგდავი მაგალითია. ამ გამარჯვებამ მრავალი თვალსაზრისით განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება. 9 საუკუნის წინ მოპოვებული ძლევა ის აკვირველი მსოფლიო ისტორიის უდიდეს სამხედრო სტრატეგიულ გამარჯვებათა რიგს განეკუთვნება. ამ გამარჯვებამ შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ სათავე დაუდო საქართველოს ისტორიის ოქროს ხანას, საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ, საგანმანათლებლო აღორძინებას. სწორედ დიდგორის ბრძოლის შემდეგ საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი. ამავე დროს დიდგორის ბრძოლა იყო ქრისტიანული ფასეულობების უდიდესი გამარჯვების დღე, რომელსაც საქართველოს ეროვნული იდენტობა და უნიკალური ქართული კულტურა დღემდე ეფუძნება. შესაბამისად, დიდგორის ბრძოლამ შეასრულა გადამწყვეტი როლი საქართველოს ევროპული იდენტობის განსაზღვრაში, რასაც ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისკენ ჩვენი სწრაფვა დღევანდელ დღეს ეფუძნება. დიდგორის ველზე გაიმართა უთანასწორო ბრძოლა. მტერი ჩვენზე მრავალრიცხოვანი იყო, მაგრამ ჩვენ მხარეს იყო სამართლიანობა, განმტკიცებული სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთიანობით, ღირსებით, პატრიოტიზმით, სამშობლო სიყვარულით, ქვეყნისათვის თავდადებით და რა თქმა უნდა, დიდი დავით აღმაშენებლის სიბრძნითა და სიმამაცით. სურს გავიხსენო პატრიარქის სიტყვები, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს დღევანდელი დღის მნიშვნელობას. დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ღირსებით და სამშობლოსათვის თავგანწირვით შეგვიძლია ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევა, საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გამთლიანება, ჩვენი უმთავრესი ეროვნული მიზნების მიღწევა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, გაძლიერებას, წინსვლას, გამთლიანებას უსურვებ ჩვენ სამშობლოს. ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი. მადლობა ბატონო პრემიერო. სენაზე მინდა ვთხოვოთ თავდაცვის მინისტრს, ვიცე-პრემიერს ბატონ ირაკლი ჩიქოვანს. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტს მეუფე ანანიას, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებელს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, თავდაცვის ძალების მეთაურს, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს და მოწვეულ სტუმრებს. ქალბატონებო და ბატონებო, გილოცავთ დიდგორის დღესასწაულს. ეს ველი, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, ქართველთა საბრძოლო დიდების, ერთიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის, სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითშეგნების სიმბოლოა. დიდგორის ბრძოლა ნებისმიერი ძლევამოსილი სახელმწიფოს სამხედრო ხელოვნების ისტორიას დაამშვენებდა. ეს ველი ცოცხალი ძეგლია უდიდესი სახელმწიფოებრივი ეროვნული პასუხისგებლობისა და სწორი სტრატეგიისა, რაც დღესაც საუკუნეების შედეგად სანიმუშოა. ეს იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი სამხედრო პოლიტიკური წარმატება, რომელმაც საფუძველი დაუდო ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას და ჩვენი ისტორიის ოქროს ხანას. დიდგორის ბრძოლა ქართველი კაცის, სიმამაცის, სამხედრო ნიჭიერების, სამშობლოსათვის თავგანწირვისა და უდიდესი რწმენის გამოხატულებაა. ჩვენი ქვეყნისთვის დიდგორის ბრძოლა არა მხოლოდ სამხედრო წარმატებაა, არამედ ეს მრავალწლიანი გონივრული პოლიტიკის ლოგიკური შედეგია, რომელიც დიდი მეფის დავით აღმაშენებლის მიერ ქვეყნის ეტაპობრივი გაძლიერებისკენ იყო მიმართული. დიდგორის ბრძოლა ძლევა ისაკვირველის მთავარი საფუძველი იყო ეროვნული კონსოლიდაცია, გონივრული საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ქართული ჯარისა და ეკონომიკის განვითარება. დღევანდელი დღე პირველ რიგში გვასწავლის იმას, რომ საერთო ეროვნული მიზნების მისაღწევად სიმამაცესა და შეუპოვარ ბრძოლასთან ერთად დიდი გამარჯვებისთვის აუცილებელია ქვეყნის მუდმივ გაძლიერებაზე მიმართული რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკა, ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების განმტკიცება და საზოგადოების სრული კონსოლიდაცია. სამშობლოს დაცვისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის იდეა ყოველთვის იყო ქართული მხედრული შემართების საფუძველი და ამ იდეას ეფუძნება დღესაც თანამედროვე ქართული ჯარი. ჩვენს მებრძოლებს აბჯრად აქვთ ეს დიდი ისტორია, წინაპრებს გმირული წარსული და მათი სამხედრო ნიჭიერებით ვცემთ პატივს. დღეს ჩვენი თავდადებული ბრძოლა ქვეყნის უანგარო სამსახურია, სწორი პოლიტიკა და სტრატეგია, რითაც თქვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ მშვიდობა და გავაძლიეროთ საქართველო, ავაშენოთ ძლიერი, ხანძლივ მშვიდობაზე ორიენტირებული სახელმწიფო, რაც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო. გორის ჯვრის მედლით ჯილდოვდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ვლადიმერიძე ბალახაძე. დიდგორის ჯვრის ორდენით ჯილდოვდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი კობა მურმანიძე ახვლედიანი. დიდგორის ჯვრის ორდენით ჯილდოვდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი გიორგი შალვაზე ჯინჭარაძე. ეთერში თვალსაჩინო დიდგორობა 2024-ის ღონისძიებას.